გამარჯობა, დღეს ამსტერდამში ვარ და ერთად დავათვალიეროთ ქალაქი. წამომყევით. ჩემი სტუმრები იქნებიან ნაციონალური ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტები გიორგი ფოცხიშვილი და სალომე ლევერაშვილი. მიდი. სალომეს როგორ ისმის ხოლმე ჩემი ხმეთი ეს ჩვენ ძალიან როცა მოგვენატრებოდა საქართველოს უყურებდით ჩემი ცოლის დაკარგვა. მართლა რომ ვიღაცას გულით უხარია შენი წარმატება, აი მაშინ უგზენი ჩემი სალომეს გვერდში დგომა. სალომესაც იგივე ის აქვს ტენდენცია სულ მიწოლა რა და ორივე რო ვაწვევით ხოლმე ძალიან ისე აქტერია რომელ სპექტაკლში ცეკვავთ ხა? კი, რომელ სპექტაკლში ცეკვავთ. რომელში ცეკვავთ? ყველაში. ჩამოჯდომის დრო არ მაქვს, იმიტომ რომ ბევრი საინტერესო ადგილი უნდა მოვინახულოთ თქვენთან ერთად. ერთი სული მაგროდის ვნახავ გიორგის და სალომეს და მათთან ერთად დავათვალიერებ ასევე ნაციონალურ ოპერისა და ბალეტის თეატრს, მაგრამ მანამდე გეტყვით, რომ ჩემი არხის გენერალური სპონსორია არკინდომერ, პირველი დეველოპერული კომპანია საქართველოში. წავიდეთ. ქალაქში, სადაც ხიდები, არხები, ველოსიპედები, ეს დაუღალავი რიტმი ერთად ქმნის ძალიან უნიკალურ და საინტერესო ატმოსფეროს. ეხლა მივდივარ სალომესთან და გიორგისთან შესახვედრად. მათ რეპეტიციას უნდა დავესწრო, მათგან რჩევები უნდა მივიღო საჯობი ამსტერდამში რომ წავიდეთ, ასე რომ ბევრი საქმე გვაქვს. დავიჩქაროთ. ეი, წავედით. ქალაქი დაარსდა დაახლოებით მე-13 საუკუნეში. იმ დროს ეს ადგილი მხოლოდ პატარა თევზსაჭერი სოფელი იყო, რომელიც მდებარეობდა მდინარე ამსტელის ნაპირზე. რამდენიმე საუკუნის შემდეგ, მე-17 საუკუნეში, ამსტერდამმა თავისი ოქროს ხანა დაიწყო. სწორედ მაშინ გახდა ქალაქი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი სავაჭრო ცენტრი. განვითარდა ხელოვნება, მეცნიერება და საზღვაო ვაჭრობა. ხან წვიმს, ხან ქარია, ხან ძალიან ცივა და ხან მზე გამოანათებს. უცნაურია ეს ქალაქი. ამსტერდამი დილიდან ძალიან აქტიურია, დატვირთული, ყოველთვის ცოცხალი და ენერგიული. აქ ძალიან უყვართ ხელოვნება, ნამდვილად უყვართ, აფასებენ, ამიტომაც ძალიან მსიამოვნებს აქ ცხოვრება, თუმცა ასევე მინდა ვთქვა, რომ მარტივი არ არის. ძალიან რთულია, ახალ ადგილას დამკვიდრება, ახალი ადამიანების პოვნა. ველოსიპედით გადავარდნილა ვიღაც ღმერთო ჩემო. აი. ველოსიპედების თავის არიდება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე მგონია ამ ქვეყანაში ცხოვრების ველოსიპედების თავის არიდება. აი, რომელი კუთხიდან გამოვარდებიან და დაგეჯახებიან არის. აი, სულ მაგ ვაიმე, მრთხილად არ გადამიარა, ეგეთი შეგრძნება მაქვს. ცოტა მეშინია. Aquar. Colgit შეიარაღებული დღეს წვიმდა როგორ ხარ? აიე. გიორგი ფოცხიშვილი, ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბალეტის მოცეკვავეა, რომელმაც თავისი უნიკალური ენერგიით და საოცარი ემოციური შესრულებით ევროპული საბალეტო სამყარო აალაპარაკა. გიორგი სცენაზე უბრალოდ არ ცეკვავს, ის ემოციას, ძალას და თავისუფლებას გადმოსცემს. მისმა როლებმა არაერთი პრესტიჟული ჯილდო და აღიარება მოიპოვა. გიორგის მოძრაობაში ერთდროულად იგრძნობა კლასიკური ბალეტის ელეგანტურობა და ქართული ხასიათის ძლიერი ენერგია, რაც მაყურებელს პირველივე წამიდან აჭედავებს. სწორედ ამ განსაკუთრებული და ნამდვილად უნიკალური ხელწერის გამო გიორგი ფოცხიშვილი დღეს უკვე თანამედროვე ევროპული ბალეტის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და გამორჩეულ ქართველ არტისტად მიიჩნევა. მის პროფესიონალიზმთან ერთად აუცილებლად მინდა აღვნიშნო განსაკუთრებულად თბილი და მეგობრული ხასიათი, რომელიც ცხოვრებაში გულგრილს არ ავისდავებს. მადლობა რომ მოხვედი.
და მაძლევ საშუალებას რომ დღეს მთელი დღე შენთან აი მე მომზადებული მაქვს მოგცემ გაიკეთე რა შენი ხმა ჩვენს მაყურებელსაც გავაგონოთ როგორი განწყობა გაქვს? აუ ძალიან კარგი და ერთი სუნი მაქვს, როდის დაგანახებთ ჩვენ შიდა სამზარეულოს თეატრში შენ არიცი? საგიჟეც. შენ არიცი მე როგორ ველოდები მაგას, იმიტომ რომ ჯერ ერთ-ერთი ძალიან მენატრევა ეს გარემო და თეატრი ცოცხალი მუსიკა და შეგრძნები პრემიერის წინა შეგრძნები და თან მით უმეტეს ახლა აი ამ საოცარ თეატრში რომ შემახედე ძალიან დიდი მადლობა მაგას. არა, მადლობა თქვენ ჩაგეხუტები კიდე ძალიან ისე. ყვარელი ხარ. ძალიან მომწონს ეს ქალაქი. ბრძოლა უფრო სახში ხარ? კი, აი უკვე ეს რამოდენიმე წელია რომ ჩამოვდივარ აქ. აი ესე რომ აი ხო იცი როგორც სახში რომ შემოხვალ და რომ აი მოდუნდები რომ შვიდად რო ხარ, ზუსტად აი ეგ გზნობა მეუფლება რა და კი ანუ სახლი არის ჩემი. წავიდეთ? წამო საომეს შევხვდეთ ახლა. ალბათ ყავაზე იქნება. ველოდება. წავიდეთ. ულამაზია იქითაც. ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილია ეს მთელ ამსტერდამში რა, იმიტომ რომ ანუ ყველაზე ამსტერდამი არის აქ რა, ეს დიდი გაშლილი კანალი, ჩვენი თეატრი და რა ვიცი, პატარა დახრილი ქუჩები ესე რა, სახლები. კი რაღაც სიმშვიდე არის რა, ძალიან ბევრჯერ უბრალოდ ანუ აქ ან ხან ჩემ ველოსიპედით ხან ფეხით ესე ანუ წრე დამირტყავს რა, რაღაც თავისუფალ დროს, რომ ისეთი არის აქ. გმუხტავს სხვანაირი. ახლოს ცხოვრობ? კი, ჩემ ველოსიპედით 8 წუთში აქ ვარ ხოლმე. ძალიან მარტივია, იმიტომ რომ აი რეპეტიციებს და სპექტაკლს შორის რო პატარა დასვენება გაქვს, შეგიძლია სახში უცებ გაიქცე და ცოტა გამოიძინო რაღაც დაისვენო და მოხვიდე ისო. სალომე ლევერაშვილი ქართველი ბალერინა, რომელმაც თავისი ბუნებრივი არტისტიზმით, სინაზითა და საოცრად ემოციური შესრულებით ევროპული საბალეტო სამყაროს ყურადღება მალევე მიიპყრო. დღეს ის ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის პრიმა ბალერინაა, არტისტი, რომლის სცენაზე გამოჩენაც ყოველთვის განსაკუთრებულ გრძნობას ქმნის. მისი ცეკვა ეს არის ემოცია, გულწრფელობა და განსაკუთრებული შინაგანი სიმსუბუქე, რომლითაც თითოეულ როლს საკუთარ ხასიათს და სულს სცემს. ცხოვრებაში მისი თბილი და საოცრად დახვეწილი უბრალოება პირველივე წუთებიდან ქრიბლავს. სალომე ლევერაშვილი დღეს თანამედროვე ევროპული ბალეტის ერთ-ერთ გამორჩეულ ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა. დღეს მთელი დღე შენთან ერთად უნდა გავატარო და გიორგისთან ერთად. მადლობა ამისთვის, რომ მთელ დღეს მაძლევთ. ვიცი რომ დატვირთული დღე გაქვთ პრემიერისთვის ემზადებით. სანამ წავალთ რეპეტიციაზე, სად გვირჩევ, აი ერთი დღით თქვათ ჩამოსულები ვინც არიან ამსტერდამში, სად გვირჩევ რომ წავიდეთ? ამსტერდამის ყველაზე დიდი ხიბლი არის ამსტერდამის არხებთან არსებული პატარ-პატარა ლამაზი ქუჩები, სადაც აუცილებლად გირჩევთ გასეირნებას. შეგიძლიათ ასევე ნავით გაისეირნოთ, ნავიდან ამსტერდამის სულ სხვანაირი ჩანს. გირჩევთ ასევე მუზეუმებს, ამსტერდამი მუზეუმების ქალაქი არის. ამსტერდამის სიამაყე მაინც ვიტყოდი, რომ რაიხსმუზეუმი არის, სადაც რემბრანდტის და ვერმეერის ნახატები შეგიძლიათ ნახოთ. ასევე მოდერნ არტის მუზეუმი სტედელაიკ ჩემთვის უსაყვარლესი მუზეუმია, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ეგზიბიშენები არის. ვახშმისთვის ჩემი საყვარელი ადგილი არის იტალიური რესტორანი ტოსკანინი, სადაც წინასწარ გირჩევთ, რომ დაჯავშნოთ ადგილი. უკვე მაქვს ტვინში ჩამოწერილი სად უნდა წავიდე, მაგრამ და კიდე შენ და გიორგის წამოყვებით ცოტა ხანს. როგორც კი მზე გამოდის, მთელი ამსტერდამი აგდებს ყველაფერს საქმეს და გამოდის პარკში სასეირნოდ. ვანდალ პარკი ამსტერდამის ცენტრში მდებარეობს და არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარკი და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, იმიტომ რომ რაღაცნაირი სიმშვიდე არის. ამსტერდამის დატვირთულ ქუჩებისგან შეგიძლია გამოიქცე და შენი სიმშვიდე აქ იპოვა და ულამაზესი პარკი არის. ხო, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრშია, ძალიან ფართოა და არის გრძნობა, ბევრი ხალხი არ არის და იმ წამს ვემ რაღაცა საგიჟეთიდან შემოხვალ და სიმშვიდეში ენერგიას იღებ.
აგერ ცუგები და იხვები დასეირნებენ და მე ისო მზად ხარ აქტიური ცხოვრებისთვის. მიდი. დაგიჩენ. ძველ ამსტერდამში ხშირად შეხვდებით წვრილ მაღალ სახლებს 3-4 სართულიანს, რომლებიც მე-17 საუკუნეში აშენდა ეგრეთ წოდებულ ნიდერლანდების ოქროს ხანაში. მათი უმრავლესობა არის ცოტა გადმოხრილი, ამიტომ ზოგჯერ მოცეკვავე სახლებსაც ეძახიან. მიზეზი არის იმიტომ, რომ არის ძალიან სველი ნიადაგი და ასევე ძველი ხის საძირკვლები. მაგრამ ძალიან ლამაზი სანახავია ეს გადმოხრილი სახლები. ძალიან მომწონს. როგორი იყო პირველი შთაბეჭდილება, რომ ჩამოხვედი? ერთი ნახვით სიყვარული იყო ჩემი ამსტერდამის მიმართ. დედასთან ერთად ჩამოვედი ზაფხულში, თეატრის წინ ცხოვრობდით სასტუმროში და გარეთ რო გამოვედით, ცა იყო ვარდისფერი გემები დაცურავდნენ და აი მეგონა რომ რაღაც ზღაპარში მოვხვდი და აი მაშინ მოვიცოდი რომ ეს არის ის ადგილი, სადაც მინდა რომ ვიცხოვრო. და რამდენი წელი უკვე აქ ხარ? 10 წელია. შენ გიორგი? მე 10 წელია. მე ჩამოვედი, მე მგონი 3 წლის მერე რაც სალა ჩამოვიდა. მე ზუსტად ეგრე რა, საერთოდ ფეხიციარული არ მიყვარდა არასდროს რა და აქ რო ჩამოვედი და სულ ესე პატარა ქუჩები რაღაცა ვიწრო თან მე თეატრი დავინახე ესეთ შუაში იმენა რავი გადავირია ეს ხო იცი რაღაც ბავშვრო ატრაქციონზე წაიყვან აი ზუსტად ეგრე ვიყავი რა მე საომეთს ვნახე ამის გახარებული სახე ეს და არა მეც ანუ აი ეგრევე შემიყვარდა ანუ მე მახსოვს მამასთან ერთად ვიყავი ჩამოსული სასტუმროში რომ მიუბრუნდით დედა ჩემს დაურეკეთ რა და ორივე ესე შემეკითხენ რომ ანუ რას ფიქრობ ანუ აქო გაძლებო მეთქი ანუ აი დაუფიქრებლა всё რამდენი წლის იყავი 16-17-ის. ძალიან პატარა. მე 18 წლის ვიყავი. ჩვენთან თეატრში პირველად ვიგრძენი ესეთი შეგრძნება, რომ გაძლევენ იმის უფლებას, რომ იყო ვინც შენ გინდა იყო და არ არის რაღაც სტიგმები, რომ აი რადგან ბალერინა ხარ, ესე უნდა ჩაიცვან, ესე უნდა მოიქცევენ, ესე უნდა ილაპარაკო, არა, უბრალოდ რაც უფრო მეტად შენი თავი ხარ, მით უფრო გაფასებენ და მოწონთ და ჩემი აზრით ინდივიდუალიზმი უყვართ და ჩემი აზრით ეს არტისტისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი არის, როცა შეგიძლია შენი თავი გამოხატო როგორც გაგიხარდება ისე. ყველაზე დიდი სირთულე რას ფიქრობ, რა შეიძლება იყოს ქართველისთვის? აი ესეთი ტიპაჟისთვის, ცეცხლოვანისთვის, აი ამსტერდამში და ნიდერლანდებში ზოგადად. ერთი სიტყვით შემიძლია გავცე პასუხი, ანუ ნოსტალგია რა, ნოსტალგია, იმიტომ რომ ანუ არა ვიცი, ყველა ქართველს რაღაც გვაქვს ის რომ ანუ გვენატრება სახლი რა, სულ და სულ ქართული საქართველოს სულ მაგის გარშემო, ანუ შენი ცხოვრება სულ მაგის გარშემო მიდის რა და ამიტომ თავიდან ხარ რომ ჩამოდიხარ შორს ესე რაღაც ყველაფერთან შორს, მაინც გიჭირს ხოლმე რა, მაგრამ მაინც ეს ერთმანეთმა რაღაც საქართველოს სიყვარულმა, რაღაც მუსიკებმა, კულტურამ, ყველაფერმა გაგვა გიორგი თავიდან რომ ჩამოვიდა ძალიან გვენატრებოდა საქართველო, აი ძალიან გვენატრებოდა და აი უბრალოდ ერთმანეთთან ქართულად ლაპარაკიც იმ ხელა ბედნიერებას გვმატებდა და მახსოვს ესეთი ტრადიცია გქონდა რომ ძალიან როცა მოგვენატრებოდა საქართველო დღეს ვაწყობდით გიორგი მოდიოდა ჩემთან და ვუყურებდით ჩემი ცოლის დაკარგვას და ვუსმენდით ქართულ მუსიკას აი გაუჩერებლით და აი მეორე დღეს რაღაცნაირი სხვანაირი მუხტით ვიწყებდით რა დღეს გახსოვს აი ტრადიცია იყო წარმოიდგინე ახლა შენ რო გნახე ერთი კვირის წინ შენი მთელი სერიები ყველაფერი ნანახი მაქვს ძალიან გახარებული ვიყავი რა გაგეცანი იმიტომ რომ მართლა ჩვენი ტრადიცია იყო რა აი თავიდან მოვამდე ვიჯექით და ვუყურებდით საქართველოსთან გაკავშირებდით რაღაცნაირად როგორ არა ძალიან აუ ძალიან მაგარია ეს კანალი და ეს გემები რო დაცურავს ძალიან მომწონს რა თან ყველაზე კარგი არის ხანდახან რა რომელიღაც საფრენ ბილიქს ანუ ამ გზით გამოდის ხოლმე რა და თვითფრინავიდან რო ჩანს ხოლმე ისეთი ის არის რა სიამაყის გზნო მეთქი მე აქ უმუშაობ იცი რა ძალიან მაგარია რომ დღემდე გვაქვს აქ სიამაყის გზნობა
მუზეუმებში წასვლას გადაწყვიტავთ, ფიქრობ, რომ ძალიან რთული არჩევანი გელოდებათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო მუზეუმია ამსტერდამში, ვან გოგის მუზეუმი, ანა ფრანკის მუზეუმი, რეიხ მუზეუმი, რომლებიც როგორ თქვა, აი აუცილებელი სანახავია, თუმცა თუ ცოტა ხნით ხართ ჩამოსული და უნდა აირჩიოთ, არ ვიცი, ძალიან გამიჭირდება. ალბათ გემოვნების ამბავია და ხასიათის რომელ მუზეუმში წავალთ. მე რომ ვირჩევდე დღეს, აუცილებლად წავიდოდი ვან გოგის მუზეუმში. აუცილებლად ავიღებდი აუდიო გიდს, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე ვან გოგის ძალიან სევდიან ცხოვრებას მიყვება და ძალიან ემოციურია თავიდან ბოლომდე მთელი მუზეუმის და ნახატების დათვალიერება. მოდი წავიდეთ ვნახოთ. პირდაპირ არის 20 მეტრში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, აქ არის ვან გოგის მუზეუმი და ზუსტად მოპირდაპირე მხარეს არის რეიხ მუზეუმი. ყველაფერი ერთად არის და ამიტომ ყოველთვის ძალიან ბევრი ხალხია და დიდი რიგები. There have been days that none of us will forget. დაუჯერებელია, მაგრამ ამ ტაძარში, რომელიც 400 წლის წინ აშენდა, კვირის წირვას ესწრებოდნენ ხოლმე ვინსენტ ვან გოგი და მანამდე რემბრანტი. ამიტომ ძალიან განსაკუთრებული ტაძარია. დღეს აქ შეგეძლიათ ციფრული, ძალიან ლამაზი შთამბეჭდავი გამოფენა ნახოთ. სინამდვილეში ვან გოგის მემკვიდრეობის შენარჩუნებაში და მერე მსოფლიოსთვის მისი შემოქმედების გაცნობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ჯოანა ვან გოგ ბორგერი, მისი ძმის ტეოს ცოლი. მან შეაგროვა მისი ნახატები და შეეცადა რომ ეთხოვებინა, ეჩუქებინა სხვადასხვა მუზეუმისთვის, კოლექციონერებისთვის, რომ მსოფლიოსთვის გაეცნო და ბოლოს იყო რომ გამოაქვეყნა ვან გოგის და თეოს წერილები, რომლებმაც ძალიან დიდი როლი შეასრულა, რომ მსოფლიოს გაეგო და ძალიან პოპულარული გამხდარიყო ვინსენტ ვან გოგი. ახლა ჩვენ ვართ რაიხ მუზეუმთან, ეს არის უზარმაზარი საოცარი მუზეუმი, ალბათ ყველაზე ცნობილი და ყველაზე პოპულარული. ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის სწორედ ამ მუზეუმის სანახავად, სადაც რემბრანტის უნიკალური ნახატებია. საოცრება. რაიხ მუზეუმთან არის ძალიან საყვარელი ულამაზესი ბაღი, რომელშიც ასევე შეგიძლიათ შემოისეირნოთ. პატარა შადრევნებით, ძალიან ლამაზი სცენარეებით. ეს არის მოკოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რომელიც არის მართლა განსაკუთრებული და ძალიან საინტერესო. მოკლედ მუზეუმები ამოუწურავია. ერთ ქუჩაზე შეგიძლიათ ძალიან საინტერესო და გამორჩეული მუზეუმები ნახოთ. სალომე რაღაც თვისება, რაც ნუ აი არ იცის არავინ და შენ იცი. ანუ არ ვიცი, მარტივად შესამჩნევი იქნება ალბათ, უფრო აი მაქსიმალისტი არის რა სალომე რა. მაგიტო სულ დარბაზში რამდენჯერაც მიმუშავია სალოსთან, სულ ანუ თუ გულს არდებს, ნიშნავს რომ ეგ დღე ანუ არ ითვლება რა და ამიტომ მაგ იმას გამოვარჩევდი ყველაზე მეტად რა. მეც რაღაც ეგეთი სალომე მიყვარს და ეგეთ სალომეს ვიცნობ დიდი ხანია და მაგის ბრძოლის უნარიანობა და ის ანუ მაგას გამოვარჩევდი ყველაზე მეტად. გიორგის რა თვისება აქვს, რაც ყველასთვის ცნობილი არ არის და მგონია რომ ყველასთვის ცნობილი იქნება, იმიტომ რომ მის ცეკვაშიც გამოიხატება ეს ყველაფერი, მაგრამ ყველაზე ძალიან რაც მიყვარს არის რომ
იმდენად განსაკუთრებული ენერგეტიკის და მუხტის ადამიანია, რომ როდესაც გიორგისთან ერთად ხარ დარბაზში, სხვა გზა არ გაქვს, რომ შენც მაქსიმუმი გააკეთო და შენც აი ბოლომდე დაიხარჯო და რასაც ხედავ, რომ აი იმ დღიდანაც გიორგი თეატრში ჩამოვიდა, ხო უყურებ სხვა ბიჭები როგორ აი ის აქვს, რომ ყველას რაღაცნაირად უკეთესობისკენ მოუხმებს, როგორც აი ლიდერის ან გიორგის ჩამოსვლით თეატრში შეიცვალა სიტუაცია. მე ვიტყოდი, რომ ხო, იცი რა არის, უკეთესობისკენ უბიძგებს სხვებსაც რა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია არტისტებისთვის, როცა ერთ გარემოში ვართ, ეს ძალიან მაგარი რაღაც არის, რომ ვიღაცა არის ისეთი ადამიანი თეატრში, რომელიც სულ გმუხტავს უკეთესობისკენ. ყველაზე მეტად როდის იგრძენით, რომ რა მაგარია, რომ ერთმანეთი ყავთ აქ ამსტერდამში. ყველაზე მნიშვნელოვანი არის მაინც გაჭიროებაში გვერდში დგომა ადვილი არის უფრო რა და აი მართლა ისეთ მომენტებში რა როცა რაღაც კარიერის გარდამტეხი მომენტი იყო და რაღაცას ანუ მიაღწია ბრჭყალებში რო ვთქვა, აი მაშინ რო იგრძნობ რომ თურმე ბევრ ადამიანს არც ეგრე მოსწონს და უცებ რომ ჩვენს ყოველთვის გვერდში ვართ ამ რომ გავიზიაროთ ეს კარგი სიხარული. აი მაშინ გრძნობ ყველაზე მეტად. იმიტომ რომ მარტივი ახლა შეცოდება ყოველთვის მარტივი არის, ხო ხტები რომ აი ვა რაღაც გეტკინა რაღაც ის, მაგრამ აი მართლა რომ ვიღაცას გულით უხარია შენი წარმატება, აი მაშინ უგზენი ჩემი სალომეს გვერდში დგომა რა. იმიტომ რომ ნუ რა თქმა უნდა სხვანაირად ვერც წარმომიდგენია რომ ერთმანეთის წარმატების დროს გვერდში უკავს ერთმანეთი და გვიხარია, მაგრამ მახსოვს ერთხელ სუსუ ახალი ჩამოსული იყო გიორგი და საავადმყოფოში ვიყავი 7 საათი, ნუ რაღაც ინფექცია მქონდა თითში რა და ჰოლანდიელი ექიმები, ნუ სანამ თითის ექიმი არ იპოვეს 7 საათი გავატარე მოკლედ და სახში რომ მივედი გიორგი მელოდებოდა სახლთან რომ ვეღარ არც მახსოვდა. კარგად ვიყავი თუ არა და აი მახსოვს რომ მაგ მომენტში იმდენად დაცულად და იმდენად ძალა ვიგრძენი ხო რომ მივხვდი რომ მარტო არ ვარ. ხარ ვაგვიანებთ რეპეტიციაზე, გავერთეთ ხო? გავიქცეთ თეატრისკენაც. წავიდეთ თორემ დავისჯებით. ეს არის ნაციონალური ბალეტის კიდევ ერთი ქართველი პრიმა ბალერინა მაია მახათელი. სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ მისი ნახვა დღეს. აქ წერია რომელ სპექტაკლში ცეკვავთ ხა? კი, რომელ სპექტაკლში ცეკვავთ? რომელში ცეკვავთ? ყველაში. როგორ იგებთ რა პარტიას ცეკვავთ? აი თქვა ეხა გაიგეთ რომ კარმენს დგამენ. და აი თქვა გამოაკრავენ ვინ რას. ანუ ელოდები იმ დღეს და ყველა მორბის ესეთ განან ხოლმე 20 კაცი 80 კაცი თეატრის ესე და უნდა გაძვრე ესე რომ ნახო შენი სახელი საწერია. Five Tango Carmeni და პახიტა რა აქ არის სულ ყველაფერი. შოუები რო გვეწყება რაღაც პროგრამის უკვე დილით უკვე სხვა პროგრამას ვამზადებთ რა. და ეს არ ჩერდება, ეს არ არის რომ всё პრემიერა დაიწყო და მოვურთ პრემიერა დაიწყო, всё დილით ეგრევე ახალი რეპეტიცია. რეპეტიციები და მაგრამ ეგ არის რა, ანუ ეგ გაძლევს რომ ანუ არ გაჩერდი არასდროს რა მართლა რომ ისე იყო რა სუ ტონუსში. ზოგ ბალეტში მჭირდება უფრო რბილი პუანტები. მაშინ ტეხავ კლასზე ვიცნო და რამოდენიმე რეპეტიციაზე, მაგრამ მაგათაც გედების თვას თუ ცეკვავ 4 მოქმედებიანი არის. სუსუ ახალს ვიცმევ და თითო მოქმედებაზე ახალი გჭირდება? რბილ პუანტებში ცეკვა არ მიყვარს, იმიტომ რომ ფეხი კი კარგად გამოიყურება, მაგრამ მე ყველაფერი გტკი. We have 3 Georgian principles, which is quite unique. They're emotional, they're strong, they go for it. They don't hold back. They go for it with their full potential every time. And they're just so clear in what they're portraying. Hard workers, strong performers, strong dancers, no hiding. It's all out there. It's never give up.
tough people. Yeah, you can see. No, Georgians are fighting people. They've had to fight for their freedom, for their independence, and that's part of the character of the people that we see here. Yeah, and for the Carmen, I think it's very very close, because Carmen doesn't take any bullshit. She's a free woman, and that's what this story is also about. It's not so much about a seductive woman. It's a free woman who loves someone, and then he comes too close and he's too possessive, and unfortunately that happens still very much. And then men go crazy. After so many years, it's still very relevant. Yeah. It is. I feel that it's very much a story also of today. I was just reading an article on the way over in the newspaper of a man who started by giving flowers every week and then every day to his girlfriend. He started calling her 4 times a day, 10 times a day, 200 times a day, and it ended up with him killing her. Oh my God, yeah. Too much. Couldn't handle that she was doing something without him. Mm-hmm. So that's also what this story is about. And Carmen is free and wants to stay free, and she will not give up, even in the face of violence and anger, just like the Georgian people. They will not give up. They will stay strong. Oh my God, it's so beautiful, guys. Even rehearsal is so emotional. Wow. გიორგის აქვს არამქვეყნიური ენერგია. აურობედნიერება. არა, კარგი გაგებითაც და ცუდი გაგებით. ხო, ბიჭებთან ცეკვის დროს პირიქით ყველას ვთხოვ, რომ მეტი, რომ აქ დამიჭირე, აქ ეს ამწიე. გიორგისთან ერთად რო ცეკო, გიო დღეს 60% გეხვეწე. არხის გენერალური სპონსორია არქი, ნომერ 1 დეველოპერი საქართველოში. თუ ამსტერდამში მოხვდებით, აუცილებლად უნდა ცადოთ ნავით გასეირნება. აქედან მართლა განსაკუთრებულად სხვანაირად ჩანს ამსტერდამი და სალამეს რჩევას გავითვალისწინებთ და გავისეირნებთ ნავით. მოვედით ლანჩის ძალიან გემრიელ იტალიურ სენდვიჩების კაფეში. 00 ქვია კაფეს და მოდი ერთად გავსინჯოთ როგორი გემრიელი სენდვიჩები აქვთ. წავიდეთ. არ დამავიწყდეს, უნდა გადავიღო. Thank you. მოდი გავსინჯოთ როგორია 00-ს ცნობილი სენდვიჩი. ძალიან გემრიელია. Good. Thank you. Thank you so much. Bye. ამსტერდამში და ზოგადად ნიდერლანდებში ხშირად შეხვდებით ჩვეულებრივ სახლთან ესეთ გამოტანილ თაროს და წიგნებს, სადაც შეგიძლიათ მიხვიდეთ, აიღოთ წიგნი, წაიკითხოთ და შემდეგ დააბრუნოთ. მე მგონი ძალიან სასიამოვნო ჟესტია. ყიდვა არ დაგჭირდებათ, პირდაპირ წაიკითხოთ. ეხლა მივდივართ ამსტერდამში ყველაზე ვიწრო სახლის სანახავად. ეს არის ამსტერდამში ერთ-ერთი ყველაზე ვიწრო სახლი, დაახლოებით 2 მეტრამდეა სიგანე, როგორც იცით, ძველად სიგანის მიხედვით იყიდებოდა სახლები და ჭკვიანმა ჰოლანდიელებმა და ნიდერლანდელებმა გადაწყვიტეს, რომ პატარა ვიწრო სახლები აეშენებინათ და მაღალი სახლები. აი ესეთი პატარა ოთახებია.
ამსტერდამში სეირნობისას ხშირად შეამჩნევთ, რომ ამ ძველ სახლებზე კაუჭებია დამაგრებული, ეს იმიტომ, რომ ადრე ამ კაუჭებით აქ ჰქონდათ მძიმე ავეჯი ან ნივთები. ეს არის ჩემი პუანტების მარაგი. ეს მოდის, პუანტი ესეც არიელი. დანარჩენი საქმე გასაკეთებელი აქვს სალომეს სახლში როცა მივა. რომ აი ეს დააკეროს. ეს რეზინები ყველაფერი ფეხზე მოირგო, ხო? და სადღაც 1 საათი ნახევარი. ვისწავლე. ვისწავლე. ხო. ნუ შენ არ გიწევს. ეს რომ მქონდეს გასაკეთებელი, ალბათ დავანებებდით ცეკვას თავს. ეს თქვენ. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მომიწერა ხელი აუცილებლად. ახლა ვიდეოები მინდა სახში. ჩვენი ყველა კოსტუმი იკერება აქ. ბიჭების მარტო ეს არის. TV, yes. ბაჩოსთვის გაგატარდუ. და რომ მითხრა რომ თვითონაც აქვს ბალეტის გამოცდილება. მეუღლესთვის მიმაგ ბაჩო. დღეს საღამოს შეყვავთ. ძალიან მომწონს, როცა ახალ ქალაქში ჩავდივარ და ძველ არქიტექტურასთან ერთად ასევე მოვინახულებ ხოლმე თანამედროვე ქალაქს, ვფიქრობ, რომ ძველის და ახალის სინთეზი ქმნის ზუსტად ქალაქის სულს და ბოლომდე შემაგზავნებს გარემოს. ამიტომაც მოვედი, ეს არის თანამედროვე, უკვე ახალი ამსტერდამი და მინდა რომ თქვენს დაგათვალიერებინათ. ამსტერდამი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ძველი შენობები არ არის. ამ ისტორიულ არქიტექტურას დღეს თანამედროვე შენობები ერწყმის, რაც ქალაქს უნიკალურ კონტრასტს აძლევს. ძველი არხები, აგურის ფასადები და მათ გვერდით თანამედროვე ნიდერლანდური არქიტექტურა. ადამ ლოქაუთი მდებარეობს მდინარის ნაპირზე და დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლიდან იშლება პანორამული ხედი მთელს ამსტერდამზე. სწორედ აქ მდებარეობს ცნობილი საქანელა Over the Edge, სადაც ყველაზე გაბედული სტუმრები ქალაქის თავზე ცათამბჯენის კიდაზე ქანაობენ. არ ვიცი რამდენად მე ვიქნები ასეთი გაბედული. სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან საშიში არ არის. ვისაც სიმაღლის ეშინია, ალბათ ოდნავ დისკომფორტი ექნება, მაგრამ რადგან ესეთი დაცული შემოღობილია, საერთოდ არ გაგშეგრძნება, რომ შეიძლება გადავარდეთ, თუმცა საქანელაზე დაჯდომის ძალიან მეშინია. არა მგონია, რომ შევძლო. წავიდეთ ვცადოთ. ეს არის ახალი თანამედროვე სრულიად გამორჩეული შენობა, რომელსაც ალბათ ანალოგი არ აქვს. დაახლოებით 450 ბინა შიგნით აქვს 100 მეტი ველოსიპედის სადგომი, ჯიმი და ძალიან ლამაზი ტერასები. ისეთი სიწყნარეა. შენი ხმა გესმის. როგორც ხედავთ, კუთხე წყალზე კიდია, ეს ერთდება და წყალზე კიდია და ქმნის სამკუთხედის ფორმას. ძალიან ლამაზი და გამორჩეულია, ესეც ალბათ ვერსად ვერ ნახავთ. რაც ძალიან მომწონს არის ის, რომ წყალთან ხარ ახლოს და ეს წყალთან სიახლოვე რაღაცნაირ სიმშვიდეს გაძლევს და ენერგიას. ძალიან ლამაზი ქალაქია. ბევრი ძველი არქიტექტურა, რომელიც არის ნამდვილად გამორჩეული, ასევე ახალი არქიტექტურა, ასევე არხები, ხიდები და
სხვადასხვა ფერის ულამაზესი ნავები, რომელშიც ადამიანები ცხოვრობენ სხვათა შორის. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს გენერალურ სპონსორ ARK-ის, რომელიც არის ნომერ 1 დეველოპერული კომპანია საქართველოში. აქვე გეტყვით, რომ აუცილებლად უნდა გამოყვეთ, იაქტიუროთ, დაწეროთ კომენტარები, სად გინდათ წასვლა, რომელი ქალაქის მონახულება, სად ისურვებდით, რომ წავსულიყავი და გადამეღოთ თქვენთვის დამალული საინტერესო ადგილები და ასევე ვის გაცნობას ისურვებთ ჩემი YouTube არხის მეშვეობით, აუცილებლად დააკომენტარეთ, იაქტიურეთ, იყავით ჩემი არხის გამომწერები და დასაჩუქრთით. იმზადებია. სამს როგორ ისმის ხოლმე ჩემი ხმეთი ეს ჩვენ როგორ თქვენი ნიშანია? სალომე ხოიტის როიტახი ეხლა ჩვენ შემოვიყარეთ რეპეტიციაზე. რეჟისორიც აგზის და ეხლა ჩუმად გადავიღებთ რამდენიმე კაცს რეპეტიციიდან და გაჩვენებთ თქვენს. იღვლიანად ვთვლი თავს, მაგრამ სირთულეებიც მქონდა კარიერაში, რასაც ახლანდელი გადმოსახედიდან პირიქით მიხარია, რომ ეს გზა გავიარე, სანამ პრიმა ბალერინა გავხდი. ვისწავლე ალბათ. ხო, ბევრი მასწავლა, იმიტომ რომ იმდენად მინდოდა, რომ აი პრიმა გავხდარიყავი და იმდენად ზედმეტად მეტს მუშაობდი, რომ საკუთარ თავს ვატკინე, ვთქვათ, ფეხი. და ერთი წელი დამჭირდა, რომ ბალეტს დავბრუნებოდი და ამ ერთ წელში იმდენი რაღაც გავიაზრე, პირველ რიგში ის, რომ მივხვდი, რომ ამის გარდა არაფრის კეთება არ მინდა ცხოვრებაში და აი ეს რაღაც სირთულეს რო გაივლი რაღაცნაირად სხვანაირი ძალა გემატება და უკვე რო დავბრუნდი სცენაზე, იცი როგორ ცეკვავდი, იმისთვის აღარ ცეკვავდი, რომ აი ეხა პრიმა ბალერინა გავხდები. აღარ მიცეკვია მაგისთვის, იმიტომ რომ უბრალოდ ბედნიერი ვიყავი, რომ აი ვცეკვავ და ისწავლე სიამოვნების მიღება. ხო, იცი რა არის, სხვანაირად დავიწყე სიამოვნების მიღება, იმიტომ რომ ჩემთვის დავიწყე ცეკვა და არა იმისთვის, რომ ვაიმე ეხა ვაჩვენო, რომ აი მაგარი ვარ. იმხელა შრომას, ტკივილს, იმედგაცრუებას და საერთოდ ყველანაირ ემოციურ ასპექტს მოიცავს ეს ყველაფერი, რომ უნდა გიყვარდეს ყველა სფერო, მაგრამ განსაკუთრებით ხელოვნება რა სცენაზე დგომა, იმიტომ რომ ამას აი რო გამდიდრდიან სხვა მატერიალური რაღაცის გულისთვის არ აკეთებ რა, იმიტომ რომ ეს უფრო სხვა რაღაც სულიერი სიმდიდრისთვის არის რა, შენც იცი როგორ, იმიტომ რომ იქ დგომა რასაც გაძლევს, საერთოდ არაფერი არ გაძლევს მაგას რა, ამიტომ გაძლევს იქ დგომა. აი სიტყვით მართლა არ შემილია მაგის აღწერა, იმას მაძლევს რომ რაც არ უნდა მტკიოდეს, მაინც ხვალ ავდგები, გავიხვიძებ და კიდე აქ მოვალ რა. და ამიტომ აი ეს ცეცხლი შიგნით არ უნდა ჩაქრეს. მადლობა ძალიან დიდი, რომ დღეს ჩემთან ერთად გაატარე. უდიდესი სიამოვნება მივიღე და აი ხა ველოდები რომ პრემიერაზე კიდე მეტი ემოცია. ხა როგორ მიხარია რომ მაყურებელთა დარბაზში იქნები და ჩვენთვის იცოდე რომ ძალიან გულშემატკივრობ დარბაზში. დიდი მადლობა.
დღეს ემოციური და განსაკუთრებული დღე გამოვიდა. დავათვალიერეთ ამსტერდამი, ნაციონალური თეატრის კულისებში შემოვიხედეთ და რაც მთავარია, უფრო ახლოს გავიცანით მართლაც საოცარი ადამიანები. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევხვდი გიორგის და სალომეს. ასევე დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, რომ ჩემთან ერთად იყავით. არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ ჩემი არხი. თქვენს გარეშე ეს მოგზაურობა წარმოუდგენელია. მალე შევხვდებით. დროებით.